მოგესალმებით ჩემო პატარებო. დავიწყოთ წერაში ვარჯიში. წერაში დავიწყოთ ვარჯიში. კარგად მოკალათდით სკამზე, მოიმარჯვეთ საწერკალამი, ეგრეთ წოდებული პასტა, მათემატიკის რვეული და დავიწყოთ წერაში ვარჯიში. რაც თავარია, არ ნერვიულობთ. შეიძლება თავიდან არ გამოგვივიდეს კარგად, ლამაზად, მაგრამ დამერწმუნეთ, ყველა შევძლებთ ამის გაკეთებას. მაშასე, რას ვაკეთებთ? ხაზებზე, ნახეთ, აქედან აქამდე. რვეულის ხაზებზე ვაკეთებთ ახლა უკვე ჩვენ თვითონ ხაზებს. ეს არის მათემატიკის რვეული, აი ბადესავით სახე აქვს, ნახეთ, როგორ აქვს ხაზები, ვერტიკალური, ჰორიზონტალური. აი ამ ხაზების დახმარებით ჩვენ ძალიან ადვილად შევძლებთ ხაზების გაკეთებას. ეს არის ერთი უჯრა, უჯრის ზედა წერტილიდან ქვედა წერტილამდე მოვდივართ. სწორად მოვყვებით. აი ასე. მეორე ხაზსაც ასე ვაკეთებთ. აი ასე. აი ასე. და მივყვებით რვეულის ბოლომდე. აი ასე სწორად. დედიკოებს მიმართა, თავიდან შეგიძლიათ აი ასე წერტილებით მოვუნიშნოთ ბავშვებს. აი ასე. თუ ვატყობთ, რომ ცოტა უძნელდება პატარას, შეგვიძლია აი ასე დასაწყისი და დასასრულის მდებარეობა მოვუნიშნოთ და ბავშვმა წერტილებით შეაერთოს, ხო? აი ასე. აი ასე. მაშინ ეს არის ჩვენი პირველი წერითი დავალება, რასაც გავაკეთებთ სახლში. და გამიხარდება ძალიან თუ ყველა შეასრულებს ამ დავალებას. ჩვენ კი დაველოდოთ მომავალ დავალებას. შვიდად, აუღელვებლად. არავითარი დაძაბულობა. მით უმეტეს ტირილი ვერ ვაკეთებ და ასე შემდეგ. ყველას ყველაფერი გამოგივათ. აბსოლუტურად ყველა ბავშვი შეძლებს, რა თქმა უნდა, წერას. აბა, მომავალ დავალებამდე. ნახვამდის.